საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორდღიან B2B Summit by ტარიფას მასპინძლობს, რომლის ფარგლებში საქართველოს 50 საერთაშორისო ბაიერი ეწევა ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ბაზრებიდან. სამიტის მონაწილეები ეცნობიან ტურისტულ პროდუქტებსა და ქართულ პარტნიორებთან B2B შეხვედრებს მართავენ. მიზანი ახალი პარტნიორობები და ტურისტული ნაკადების ზრდა. რამდენად შეუძლია ასეთ ფორმატს რეალურად გავლენა მოახდინოს ტურიზმის შემოსავლებზე, როგორია მიმდინარე ტენდენციები და რა მოლოდინებია ზაფხულის სეზონზე. ამ თემაზე სტუმართან ერთად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მაია ომიაძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გაცემა სტუმრობისთვის. ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესი იწვევს B2B იგივე პირისპირ შეხვედრების ფორმატი, როდესაც პარტნიორები რეალურად პარტნიორებს აქვს შესაძლებლობა, რომ უშუალო პარტნიორთან უშუალო კომუნიკაციით შეძლონ გარკვეულწილად შედეგების მიღება. რამდენად შესაძლებელია ეს ტურიზმის სექტორში და ეს სამიტი რამდენად გაძლევთ ამის საშუალებას, რომ დაუშვათ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიამ აი ამ B2B შეხვედრებით საკმაოდ სერიოზული შედეგები დადოს. მოგესალმებით მაია, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მივესალმები მაყურებელს. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. რაც შეეხება ტარიფას, რომელიც მიმდინარეობს აი ამ წუთებში დღეს და გუშინ და დღეს მიმდინარეობს აღნიშნული ფორუმი. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან და ბრიტანეთიდან 50 ეგრეთ წოდებული ბაიერი მყიდველი ეწვია საქართველოს იმისთვის, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, პირდაპირი კომუნიკაცია, პირდაპირი ბიზნეს კონტაქტები დაამყაროს, გაიცნოს ქართული პროდუქტი, გაიჩინონ აღნიშნულმა სტუმრებმა ქართველი პარტნიორები იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ხვალ გადაიზარდოს საქმიან ურთიერთობებში. მე რა თქმა უნდა დღის პირველ ნახევარში დილას რა თქმა უნდა ვესწრებოდი ამ შეხვედრას გავიცანი ადამიანები როგორც ორგანიზატორები, ისე ბაიარები, ძალიან ასევე ადგილობრივ წარმომადგენლებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ვესაუბრე და ძალიან კარგი უკავშირი გვაქვს ვინაიდან ზოგადად მსგავსი B2B პირისპირ შეხვედრები, რა თქმა უნდა, ძალიან მალე შედეგს გამოიღებს ხოლმე, როდესაც თან საქართველოში ჩამოდიან ბაიერები და ადგილზე ეცნობიან პროდუქტს, ეს ძალიან შთამბეჭდავია და ძალიან მალე დგება ხოლმე შედეგი. იმ ფონზე რა მოვლენებიც ზოგადად მიმდინარეობს მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ტურიზმი და ავიაცია პირველ რიგში როგორც ზოგადად ხდება ხოლმე მსგავსი სიტუაციების დროს პირველ რიგში ზიანდება და იცით რომ სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ამჯერად. იცით რომ ტურიზმზე და ავიაციაზე არის ბოლო 5 წლის განმავლობაში უკვე მე რამდენი მსგავსი ეფექტი არის. ჩვენ ძალიან აქტიურად ვცდილობთ, ალბათ მოგვიანებით ვისაუბრებთ კიდეც წინა კვირას ჩვენ სექტორს შევხვდით. ჩვენ რა თქმა უნდა აქტიურად ვცდილობთ, რომ დამატებით, ესე ვთქვათ, სხვადასხვა პროექტებით ინტენსიურად მივეხმაროთ სექტორს იმისთვის, რომ გარკვეულწილად სწრაფად მოხდეს გავლენის შემსუბუქება, მოდით ასე ვთქვათ, ნეგატიური გავლენის შემსუბუქება და ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი ერთ-ერთი იქნება, რომელიც ძალიან მალე საკმაოდ მსუყე შეკვეთებს წამოიღებს დიდი ღონისძიებების თუ მსუყე ჯგუფების მიმართულებით. მე როგორც აღვნიშნე დილას ვესაუბრე ორგანიზატორებს და ბაიერებს ბრიტანეთიდან და ძალიან კარგი შეფასება მივიღეთ, რომ საქართველო არის მოკაშკაშე ვარსკვლავი, ეგრეთ წოდებული ახალი დესტინეიშენი ბევრისთვის. ევროპის ბაზრისთვის განსაკუთრებით და ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრს მუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ბევრად მეტი სტუმარი ჩამოვიდეს, ეს იქნება საქმიანი ტურიზმისთვის თუ დასვენების მიმართულებით, ის რომ უსაფრთხოა ჩვენი ქვეყანა, ეს არის მთავარი ჰაილაითი, ასე ვთქვათ, მთავარი გზავნილი და ეს განსაკუთრებულად ფასობს ეს გზავნილი. ის რომ ვთქვათ, ამ უსაფრთხოებასთან ერთად, რა თქმა უნდა, სტუმართან მასპინძლობა იქნება თუ სერვისები გვაქვს საკმაოდ კარგი. ეს რა თქმა უნდა მთლიანობაში ქმნის იმის გარემოს, რომ ახალი მიმართულებები დავამუშაოთ, ახალი პარტნიორები ჩამოვიყვანოთ და კერძო სექტორთან ერთად შევქმნათ ის გარემო, რომ აი როგორც აღვნიშნე, ნეგატიური გავლენის შემსუბუქება მოხდეს. ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მძიმე ნაწილი ტურიზმის ინდუსტრიისთვის თქვენთანაც აღნიშნეთ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ალბათ რა არ გადაიტანა ამ სექტორმა ამ სტუყის პირდაპირი მნიშვნელობით და ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი განსაკუთრებულ მძიმე დარტყმას აყენებს. თან მით უმეტეს, როდესაც 2020
25 წელი ტურისტული ინდუსტრიისთვის საქართველოს ტურისტული ინდუსტრია მაქსვედლობაში ძალიან კარგი წელი იყო და ამას პრაქტიკულად ყველა აღნიშნავდა ამ სტუდიაში, არა მხოლოდ დავუშვათ ამ შემთხვევაში ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მთლიანობაში სახელმწიფო წარმომადგენლები, არამედ კერძო სექტორი საუბრობდა სწორედ ამ ეთერში და ახლა აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენა მათ, იმიტომ რომ გალფის ქვეყნები ისრაელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ტურისტულ ასე ვთქვათ ობიექტს წარმოადგენს სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს. აი ამ სიტუაციაში თქვენ გქონდათ შეხვედრა, საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, საკმაოდ კარგი კომენტარებიც მოვისმინეთ აი ამ შეხვედრის შემდგომ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადმოსახედიდან რისი მიცემა შეგიძლიათ, ან რისი გაკეთება ეხა, ბუნებრივია ხა კონკრეტულ ღონისძიებებს ვერ დაუგეგმავთ ამათ იმ ტურისტულ ობიექტს, თუმცა მთლიანობაში სახელმწიფოს რისი გაკეთება შეუძლია, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიდოთ კვლავ და საქართველოს კვლავ პოზიციონირებდეს, შევცვალოთ დავუშვათ ბაზრები, თუნდაც ამ ნაწილში კიდევ უფრო მეტი დივერსიფიცირების მიმართულებით წავიდეთ, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და 2026 წელი არანაკლებ მნიშვნელოვანი და კარგი წელი გამოვიდეს. დიახ, თქვენ იცით, რომ ჩვენი მთავარი ხედო არის დივერსიფიცირებული ბაზარი და ძალიან ბევრ სხვადასხვა სტრატეგიულ ბაზარზე მუშაობა. ჩვენ სტრატეგიაში ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის ასეთი გეგმა გვაქვს, ჩვენი ბიუჯეტი და ჩვენი მუშაობა მარკეტების მიხედვით ნაწილდება ისე რომ გარკვეულწილად მოხდეს ჩანაცვლება არასწორი სიტყვა ასე მარტივად ტოპ 10-15 ქვეყანაში ვინც ყავს მთავარი გამწევი ძალა ასე მარტივად რა თქმა უნდა ვერ ჩანაცვლდება თუმცა ხა გარკვეული მუშაობა ყოველთვის მიმდინარეობდა იმისთვის რომ როგორც აღნიშნე ნეგატიური გავლენის შემსუბუქება მოხდეს რა თქმა უნდა ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს მუდმივად ვაკეთებთ ანალიზს მათ შორის გაუქმებული ფრენების ანალიზი იქნება ეს თუ შესაძლოა დანაკარგებზე საუბარი თუმცა ასევე თქვენ წინა ბლოკში ყავდათ მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი მან ისაუბრა დამატებით რეისებზე, დამატებით სიხშირეებზე. ეს რა თქმა უნდა ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის შედეგია. იქ სადაც ახალი რეისი, ან ახალი მიმართულება, ან ძველ მიმართულებაზე სიხშირე ემატება, ჩვენ იქ ძალიან აქტიურად ვაკეთებთ road show-ებს, ქვეყნის პრეზენტაციებს, B2B შეხვედრებს, დამატებით მარკეტინგულ აქტივობებს. ეს მუდმივი პროცესია, ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი და წლის განმავლობაში იმის მიხედვით ჩვენ რა თქმა უნდა კვარტლიდან კვარტლამდე ვუყურებთ თქვათ ტურისტების ოდენობის შემოდინებას, შემოსავლების შემოსვლას ხომ? შესაბამისად ჩვენ ამის მიხედვით გარკვეულ გადათამაშებებს ვაკეთებთ ხოლმე. ჩვენ წლის განმავლობაში რა თქმა უნდა დაგეგმილი ვქონდა ჩვენი მარკეტინგული ბაზრები, თუმცა აი კერძო სექტორთან საუბრის დროსაც გამოიკვეთა ერთობლივი ხედვები, სად შეგვიძლია გავაძლიეროთ ეს იქნება შუა აზიის ქვეყნები, ეს იქნება ვთქვათ ევროპის ქვეყნებში დამატებითი სიხშირეები, იქ სადაც უკვე ცნობადობა მაღალი გვაქვს, რა დამატებითი აქტივობები შეიძლება გავაკეთოთ, ან იგივე შუა აზიის ნაწილში, სადაც ცნობადობა მაღალია, რა დამატებითი აქტივობები შეგვიძლია ერთობლივად ვაკეთოთ ჩვენ და ბიზნეს სექტორმა, ჩვენი ინიციატივით, მათი ჩართულობით, არ ვიცი დამატებითი როუდ-შოუები ერთობლივად წასვლა იქ და შეხვედრების გამართვა, დამატებით რაღაცა აქციების კეთება, ასევე შიდა ტურიზმის ახალისების თვალსაზრისით გარკვეული პროექტების ერთობლივად კეთება იმისთვის, რომ მეორე კვარტალი მოდის, ზაფხულის სეზონი წინ არის. ძალიან კარგი იყო 2025 წელი, როგორც აღნიშნეთ და უკეთესი 2026-ის მოლოდინი იყო. ასეთ დაიწყო პირველი კვარტალი, ნამდვილად ძალიან წინა შეხვედრაზე, ბიზნესთან შეხვედრაზე ერთ-ერთმა სექტორის წარმომადგენელმა ისიც თქვა, რომ არასოდეს უდაურში ესეთი სეზონი არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ბოლო პერიოდს, როდესაც უკვე კონფლიქტის გავლენა, რა თქმა უნდა, წამოვიდა რეგიონზე. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ მეორე კვარტალში გარკვეული ღონისძიებებით შესაძლოა, რომ შევამსუბუქოთ პროცესი. რა ღონისძიებები შეიძლება იყოს ეს? მაგალითად, ახალი ბაზრებზე და თქვენ აბსოლუტურად მართალი თქვით იმ კუთხით, რომ რეალურად შეუძლებელია, რომ ხა პირობითად ისრაელიდან საკმაოდ დიდი ჯგუფები მოდიოდნენ საქართველოში, ეს უცებ ასე ავდგეთ და რომელიმე სხვა ქვეყანამ ჩაანაცვლოს, მაგრამ რამდენად შესაძლებელია, რომ პროცენტულად მაინც დავაბალანსოთ რომელიმე სხვა ბაზრიდან? დიახ, აი ზუსტად ამაზეა საუბარი. ჯერთიც უნდა აღინიშნოს, რომ სრულად ფრენები გაუქმებული ამ სტრატეგიული ბაზრებიდან არ არის
და ეს მუდმივად ყოველდღიურად თუ კვირეულად იცვლება, რაც ასევე დინამიკაზე დაკვირვების საკითხია და საერთოდ არ ნიშნავს, რომ თქვათ ეს არ უნდა გავითვალისწინოთ ხომ ჩვენს პროგნოზებში და ყოველდღიურ მუშაობაში. თუმცა ახალ ბაზრებზე მუშაობას, ისედაც ჩვენ სტრატეგიულად რასაც ვაპირებდით, ეს იქნებოდა თქვათ იაპონია, კორეა, სინგაპური ახალი ბაზრების მიმართულებით გამოფენაში მონაწილეობა იქნება თუ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაში. ამის მიღმა ასეთ მოკლე დროში ეფექტის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ ბაზრიდან, სადაც ცნობადობა მაღალია, სადაც ბიზნეს ურთიერთობები არსებობს და სივრცე, სადაც არსებობს ახალი ფრენების თუ ახალი მიმართულებების თუ ახალი დამატებით სიხშირეების, სწორედ აქ აქტიურად მუშაობას, რა თქმა უნდა, აზრი აქვს. კერძო სექტორთან ერთად სწორედ ამ ფორმებზე ვიმსჯელეთ, პირობითად შუა აზიიდან, ამ პირობითად ევროპის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, რა აქტივობები შეიძლება ერთობლივად ვაკეთოთ სწრაფად, იმისთვის რომ მეტი ჯგუფის წამოყვანა შევძლოთ. რა თქმა უნდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია აქ ფრენები, იმიტომ რომ ერთია რომ ჩვენ ვთქვათ კამპანიები ვაკეთოთ, მაგრამ მეორეა რომ ამას ხელს უნდა უწყობდეს საჰაერო, ასე ვთქვათ, მიმოსვლა. და ერთობლივად ძალიან აქტიურად მუშაობთ და იმედიანად ვართ, ვფიქრობთ, რომ შემსუბუქებას ნამდვილად შევძლებთ. კი ბატონო, ზაფხულის სეზონი ახსენეთ, მოდის ზაფხულის სეზონი და ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონია საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის. როგორ ვემზადებით ამ სეზონისთვის და რამდენად გვაქვს უკეთესი სეზონის მოლოდინი, ვიდრე იყო 2025 წელს? ხო, ესეც რა თქმა უნდა ამ მოვლენებმა, მიმდინარე მოვლენებმა მსოფლიოში გარკვეულწილად პროგნოზები და გეგმები შეიძლება ვთქვათ გადახედვას საჭიროებდეს, რა თქმა უნდა დამოკიდებულია მიმდინარე მოვლენებზე, რა თქმა უნდა, ბევრი რამ, თუმცა მაინც ვფიქრობთ, რომ ზაფხულის სეზონი სხვა სტრატეგიული ბაზრებიდან საკმაოდ აქტიური იქნება. ჩვენ ერთობლივად მუშაობა მოგვიწევს შიდა ტურიზმის წახალისების თვალსაზრისით, იმიტომ რომ გახსოვთ კოვიდის შემდგომი პერიოდი სრულად შიდა ტურიზმზე იყო და ჩვენ ხშირად საუბრობთ იმ პერიოდში ქართველმა მოგზაურებმა ხელახლა აღმოაჩინეს ერთობლივად აღმოვაჩინეთ ჩვენი ქვეყანა ვფიქრობთ რომ მსგავსათაც წელსაც კარგი ამას ძალიან უთხოვდა ხელ სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის გემოფესტის მიმართულები და ძალიან ბევრი პროექტი იყო, რომელსაც ძალიან აქტიურად შეუწყო ამ წელსაც გვექნება, რა თქმა უნდა, კერძო სექტორის ჩართულობის და მონაწილეობის იმედი გვაქვს და ასეც იქნება, იმიტომ რომ ეს არის ყოველთვის ის შემთხვევა, როდესაც ერთობლივი ინტერესები გვაქვს, როგორ შევამსუბუქოთ მოსალოდნელი, ვთქვათ, ნეგატიური გავლენები და როგორ ჩამოვიყვანოთ ბევრად მეტი მოგზაური თუ საზღვარგარეთიდან საქართველოში, თუ საქართველოდან რეგიონებში, იმისთვის რომ სექტორს მივეხმაროთ, რომ მთლიანობაში თვითონ სექტორის მოლოდინები როგორია და რამდენად აქტიურია, ერთია სახელმწიფოს აქტიურობა ამ ნაწილში, მაგრამ თავად სექტორი რამდენად აქტიურობს დაუშვათ და მუშაობს იგივე თავიანთ კოლეგებთან, სხვა ქვეყნებთან, სხვა ბაზრებიდან, იმიტომ რომ რაც არ უნდა პრეზენტაციები გამართოთ, აქ თუ არ დახვდათ რეალურად ის მომსახურება, ის ხარისხი, ეს ძალიან ხელშეგიშლის მათ შორის პრეზენტაციების კუთხითაც საქართველოს წარმოჩენის თვალსაზრისით. ხო. იცით რა არის ზოგადად მზაობა, რა თქმა უნდა, არსებობს. ეს არის ინდუსტრია, რომელიც მუდმივად იზრდება. ეს არის ინდუსტრია, რომელიც რა თქმა უნდა გამოწვევებით სავსეა არა მარტო საქართველოში, ყოველთვის ახალი სტანდარტებია, ახალი ტრენდებია. ჩვენი ხედვა არის, რომ საქართველოში მაღალმხარჯვულუნარიანი ტურისტები უნდა ჩამოვიყვანოთ. მათ რა თქმა უნდა მომსახურება, სერვისი ინფრასტრუქტურა განსაკუთრებული ჭირდებათ. ჩვენ ერთობლივად გვაქვს ამის ხედვა. კერძო სექტორი აქტიურად მუშაობს. ჩვენთან ერთად იქნება ეს გადამზადებების მიმართულებით და დღესაც ამ შეხვედრამაც კიდევ ერთხელ აჩვენა მზაობა ერთობლივად მუშაობის. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრა იყო, ძალიან კარგად გაიზიარეს ის გარემოება რაც დადგა, რა შესაძლო ვარიანტები გვაქვს ჩვენ, ასე ვთქვათ, გადათამაშების ამა თუ იმ ბაზარზე და ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან. არის ხედვები, ვთქვათ, უახლოეს თვენახევრის განმავლობაში კონკრეტული აქტივობები, რომელ ქვეყნებში რა შეგვიძლია ერთობლივად ვაკეთოთ, იმისთვის რომ შედეგი დაიდოს. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა, სიამოვნებით გიმასპინძლებთ მთელი სეზონის განმავლობაში ამ და სხვა აქტუალურ თემებზე სასაუბრად. მაია ომიაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.